კალაფში. და შეესია 100,000-მდე კაცი შეესია. შეგიძლიათ წაიკითხოთ დავით აღმაშენებლის ცხოვრება და სპეცსამსახურმა დავითისა მოახსენა დავითს რომ ესეთ სიტუაცია დავით ორი დღეს არ დაუხანებია სასრაფოდ შეკრიბა რაც ხელში ყავდა ხალხი 10,000 კაცი და როგორც წერია მის ცხოვრებაში რიკოთი ასე ვთქვათ ნიჩფებით გააკვალია გზა ორი მხარი იყო აი 2 მეტრი და შეიძლება უფრო მეტი მოულოდნელად დაესხა თავს აი ამ შემოსულ თურქ-სელჯუკებს და 100,000 კაცი დაიფრინა აი მეხივით დაატყდა თავს რატო ამბობ ამას ძალიან ოპერატიულობაა ახლა საჭირო და ძალიან სისწრაფეა საჭირო დროზე უნდა მოხდეს ეს ალბათ დროზე უნდა დავიწყოთ იქ წიგნოლოცები და დროზე უნდა მოხდეს იქ წყალის კურთხევა აიაზმა ცირაიაზმა და ყველაფრის სურება რომ კიდევ უფრო აღგართულდეს საქმე მეგობრებო აი ჩაუვარდეთ ფეხებში ჩვენ დიდ პატრიარქს ჩვენ იმედს საქართველოს იმედს ღვთისგან გამოგზავნოს რომ ეს კურთხევა მოგცეს ჩვენს ყველას და ძალიან შევთხოვთ მე დიმიტრის რომ ეს კურთხევა მოეცეს და დაიწყოს ეპარქიას საბრძოლოებამ და კიდევ ვიმეორებ რომ ეს არ არის მარტო რეგიონის პრობლემა ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა და სხვა ეპარქიები და თავები საბრძოლოებამ ჩაერთოს ამ საქმეში ეს იქნება უდიდესი რა ჩვენი უწმინდესის დიდი უწმინდესის მოწყვეტებით და ყველაფერი მოგვარდება აბსოლუტურად უმკინელოდ. ყველაფერი მოგვარდება აბსოლუტურად უმკინელოდ და რაც მეტი მრევლი წავა დაილოცებს უკეთესია, მაგრამ ეს მრევლი უნდა იყოს მრევლი, რომელიც იქ მიდის სამშობლოს სიყვარული, ადამიანის სიყვარული, ქართველის სიყვარული და საერთოდ ადამიანის სიყვარული. არ შეიძლება ისე რომ თან ვილოცოთ, თან გამიკითხოთ. აი პაკზე ვერ რო შევიდა ტაძარში და იქ მებაჟე იყო და დაცინო და იმას. ვერთო მარტო ასე მაგარი რო ვარ, მე და იმნაირი ვარ ის ვარიო. და რაწერია სახარებაში გამწუნებული გავიდა ამის გამოტაციდან და ის მებაჟე რომელიც თავისთვის ჩუმად ინანიებდა ის გამარჯვებული გავიდა. ამიტომ აი სიყვარულით უნდა მოხდეს ეს. ყოველგვარი განკითხვების გარეშე უფალ შევედროთ ჩვენ და ყველაფერი კარგად იქნება. ყოველი სასუება ჩემი შენზე და ამის დედაოხთისა დამიფარებენ საფარველ საქმეში შენსა. როგორც წერია და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევედროთ. აი ეს არის ამიტომ უფალო არა ჩემითა არამედ შენითა როგორც ივანეს ახალება ამბობს მე-14 თავი უფალი ამბობს ქრისტე მაცხოვარი გამჩენი ღმერთი ჩვენი ჩემს გარეშე არაფერია შეგიძლიათ ამიტომ მივანდოთ უფალსა უფალი ამას მოაგვარებს ძალიან სწრაფად მოაგვარებს და აქ საჭიროა დროზე დავიწყოთ ეს საქმე რა შეიძლება სწრაფად რომ მე უფრო არ გართულდეს ეს საქმე მე თქვა დაგლოცოთ შვილებო გაგახაროთ გაგაცლიეროთ და საქართველოს დაამშვიდოს, დაამშვიდოს, დააწყნაროს, ერთმანეთი შეაყვანოს ქართველებს და გაწმინდოს საქართველოს ბოროტის სულების შემოთავისგან და გაამთლიანოს სრულიად საქართველოს. ამინ, 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 ამინ. მე